მოგესალმებით ყველას პირველ რიგში მადლობა გაგზავნებისთვის. ჩვენი ქვეყანა ხელოვნების ფესტივალზე დგას. და ეს იდეა გაჩნდა ჩემი საავადმყოფო გადაცემიდან წარმატების გასაღებად. შინაგან უნდა მოეწყოს ასეთი ლამაზი საქმეები, ასეთი ლამაზი შეხვედრები. და ჩვენ გათხოვდა საქართველოს ახალგაზრდა თაობას თბილი და ხარჯაჭერა. შეუცდომელი პოეზიაში. მე კონკურენტი არ მყავს. მხოლოდ სერგისთან ვბრძოლობ. როგორც ყველაზე მართალს, ჩემს თავს მივადებ ბოლოს. თუმცა სამყაროში ვცხოვრობ, სამყარო ცხოვრობს ჩემში. ისე აღვიქვა კოსმოს როგორც პოეტს შეშლის. კონკურენტი არ მყავს, ბევრი იძახის ამას, მაგრამ მე ხელში ამყავს სტროფნი. ლექსების გამას თეს სამყაროსაც მოვდებ კოსმიურ ფრთებს რომ გავშლი. არ ვედარები ბოდბეს, ჩემთან ის არის ბავშვი. გენიალურად კი წერს, კი დიდ სიუცებს ანთებს, მაგრამ არ არის ქრისტე, მაგრამ არ არის დანტე. გენიალურად კი წერს, ამბობს სხვათაგან უთქმელს, მაგრამ ვერ წვდება ქრისტეს, მაგრამ ვერ წვდება რუსთვეს. არ ვედარები სხვებსაც, ვარ მარტოსული მგზავრი და სულს ვიბრუნებ მთებთან, მზის, ვარსკვლავების გავლით, ისეთ სიუცებს უწვდები ნათლით მოსილ რამხაც და არასოდეს ვწდები და კონკურენტი არ მყავს. დიდი მადლობა. Pauze, bezalzra, čalo srutkočak čalharo, cacme nabodnes, bezalzra, plane šešasa. Han pevs nuna krav nurkeri zona pašec hana čalica, sicockackajo, šipneric, sasabrnarca, darica, srci čeli sabrneri, šiši aromac nocenic, sampenic njava, sapunenic, samucanica, nocenic. ეხლა მინდა ლამაზი სიმღერით მოგეფეროთ და ჩემი მეგობარი როლანდ ჯანიშვილი იერუსალიმ წმინდა ომისა მუსიკას ვედავ ყოველი მხრიდან ჩვენ პრიზმისა Nevat čovjek čini šujem, će se odgore vas, će Mehamed će pricat. Jerušalim, Jerušalim, sisperi siskve, te trokalako, Jerušalim. Jerusalem, teri samaharo, dedakako. She'nachar sidroa, she'nachar lexi Ulis gevelu, she'mipikrisa Kamaram deli, chlovada sremali Movida žami, psicharulisa Jerusalem, sisperi siskve, okroz kalako, Jerusalem,
ჩემს წიგნს დავარქვი აფეთქებული ბროწეულები, იმიტომ რომ რაღაც ესეთი უფრო რომანტიზმია იქ და დიდი ნებები იგრძნობა უფრო. ბროწეულების ბაღში. აფეთქებულა წითლად ყვავილები ბროწეულების ბაღში. დამდივარ უცხერ ფერებს მონდომებით ფიქრებს გავკვალავ ქარში. ღიმილი სახეს მოფენია სიყვარულს ფანდავს. უცხო მხატვარი ბაღის კარს ჯდომილ პეიზაჟს ხატავს. თითქოს მის თვალებს შეჰპარულია სევდის მაგვარი და დარდიანი იჯდა მარცვარ მხატვარი. მოთეთრო სახეს ამშვენებდა ნაოჭის ღარი, თითქოს ის იყო ნაბახუსებს ან კიდეც მთვრალი. მოჰქონდა თავი, ხატავდა ლამას პეიზაჟს და მოჰქონდა თავი. მეკინევნელი ნაბიჯებით ვერები ხალხში. ფიქრად შემოსილნების ქარი დაქროდა ცაში. გრძნობას შემოსილ წითელ ფერად აფეთქდა ზეცა და ჩემი ვნება შენი განცდის ამ გულში ფეთქავს. მე და მხატვარი დაღონებით შევცხერით ერთად. ამ აფეთქებულ ყვავილებში გავფანტეზებდა თითქოს მხატვარის პეიზაჟში იპოვე სახლი. წითლად აფეთქებულ ყვავილების ბროწეულების ბაღში. ახლა მომიდა გადავიდე ახალ თაობასთან, აბა ბავშვებო. და პირველ რიგში მინდა ჩემი შვილი, კავკასიის საერთაშორისო სტუდენტი, უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი საძეგლიშვილი, მოგწამდიდები, რომელიც წერს ლექსებს და არ ამხელს და მას უნდა წაგაკითხო მაპატიო. შეიძლება მე გამიგდეს საჭირო არა შეიძლება. Ja, ich habe jetzt, also du bist so zäh, ja, das ist warm, ich war sogar ganz warm, aber das ist ich hätte so, es ist nur ins Bad, das Schema, oder Reflex, auch in den Fall. პატარა ლექსი არის, მაგრამ დიდი გულით არის დაწერილი. განადგურების პირას ლოჩი.
განადგურების პირას ყოფილი. მინდა რომ გითხრათ ჩემი საქმე, მაგრამ რა ვეღარ მოვდივარ. ვცდილობ მოვაგნო ჩემს სახლის დღეს, მაგრამ ვიცი რომ შინაგან დამხვდები ხრაოხერით და მიღამდან მიშენზე ფიქრებს ვეღარ ვერევი. ვცდილობ სასმელით გადავაგორო ჩემო ფიქრები ყოველი მომენტი ხელი რომ დავაბოლო და დავატანე ჯარი ყოველი. ოხრობ მინდა სუსხალიონზე მე კუთნის შემიგინები მიდი დამის გამოვევინეთ ეს ანტიდასახჩობები. მე ზერტლեք შემოგთავაზებთ ასეც სამყაროც კი არ გელოდა როს დასაბამი მოგცა საოცარს ხარ რუსთაველი საქართველოდან გეხები როგორც ვეფხის ტყაოსანს შენახარ ის ვინც დროს შეაჩერებს და გზას გაუხსნის მარადისობას მზერით წარმოქმნის სინათლის ჩქერებს რომ გაიშალოს გულში მზისობა სულის დელოზე ისევ ყვავიან ლოცვანი ლურჯიები თუცას ვარსკვლავი შეუზავია შენ ღვთისმშობელის ცრემლებს მიები სტრიქონებში რომ წმინდა ცეცხლია თვალებში ბორგავს ხვების ბრალია ხოლო მაგ თმების ქროლვას მერცხლიას გზა ტაძრისაკენ გაუკვალია მე კი გეძახი მე კი მოგელი როგორც ძილის წინ ბავშვი ოცნებებს ხარ სიყვარული დადმო თოველი და წვერვალივით თოვს
თოვს მოგენდე ასეც სამყაროც კი არ გელოდა როს დასაბამი მოგცა საოცარს ხარ რუსთაველი საქართველოდან გეხები როგორც ვეფხის ყაოსანს უდიდესი მადლობა მე მინდა ახალი თაობის პოეტი სტუმრად მოვიწვიო კამკამიძე ბახტარი და გაგაცნო თავისი შემოქმედება მოგესალმებით ყველას საზოგადოებას პარტია დებული შემსრულებელი პროექტის როგორც არტისტი ატომი კარიერის ნახევარი და თვითონ პრაგმატიკი მადლობა სამეფო სიყვარული ესე ქვია ამბობს. დიდხანს გიარე და დაგიცავე. როგორც ტუტან ჰარმონია, ჩემში პოეტური მაინც არის ერთად სიგიჟე და ჰარმონია. გული მეფეების გამოფატრა. მიზანს მოახვედრა ეს ისრები. ნილოს მბრძანებელო კლეოპატრა, როგორ გამიგიჟე კეისრები. შევაფასებ მანდ მე დონეს. შენ პრინცესებს გადარებენ. ინდოეთთან მაკედონელს ლამაზები გადარებენ. ჰოი მშვენიერო ელენა, შენი მოტაცების დროა, საქმეში მეფე ერევა, გონებ დაეცემა ტროა, მეფის განრისხებას ვერ გაუძლებს, მასზე დაიწერო 100 ლექსი, ბრძოლას უპირველეს ვინ გაუძღვეს, სახელმოხვეჭილი აქილევსი, მეფედ დაბადებულ თამარს, ქალულ სილამაზე ახლდა, ახლა მოგიყვებით მთავარს, რითაც წარუშნელი გახდა, თამარს თუ სიტყვებით მოვთავ, უნდა მოგახსენოთ მერე, მასზე გაგიჟებულ შოთამ ვეფხის ყაოსნები ვწერე, აღარ გიყვარ ვარ, მე ისევ. ხატაკს დავურიგებ ფრანკებს, ხელით მოგატარე ელისე, როგორ ვაოცებდი ფრანგებს, დიახ, წაგებული ვივლი, როგორც ნაპოლეონს ჟოზეფინა, ბოლო ამას თუ თქვით გივლი, გულსაც სიყვარული მოეფინა, როგორ ვიგლობო მე ბედის, როცა ვერასოდეს ვტირი. რადგან თანახმად ლეგენდის მეფეც დაივიწყეს ლირი სადღაც მეძებრები ყეფენ მარტოდ დარჩენილა მდედრი როგორც დამარცხებულ მეფემ მზიდე უმძიმესი ხვედრი კენსნებართით ერთ-ერთად შემოთავაზა აპლოდისმენტი ქვია ამას. მიწნილ ლექსების კრება, ეს წითელი ლენტი, ქალის უჩუმი ვლება და უხმო აპლოდისმენტი. ახალ ცხოვრების გახსნა, მოლაპარაკების მაგიდები. რაღაც დაუწყო ახსნა, თუ კი სიყვარულო არ გინდები. გული ორად მქონდა გაყოფილი, გული სამუდამოდ ღელავს. უკვე აღარაფრით ვიყავ კმაყოფილი, რაღაც ნაბიჯებით მთელავს. თუ კი გაგაოცენ იმ რიტმით არ მეკუთვნის ამ ბორის მეტი გული წაიღეთ მიირთვით რად მინდა აპლოდისმენტი ბევრი გამიგია ჰიბრიდები მას ვერ შეამჩნევდა მოზარტი უშენ სიყვარულოდ ვიბრიდები ლექსით მუსიკოსი მოცარტი რაღაც უსაშველოდ მდევს და თუ კი სამუდამოდ დამირჩები თავსაც დამანებებს სევდა ლექსით დაგხატავენ დავინჩები დამორცხვებულნი კისერს იღერებენ შენი სახე დამსდევს და ლანდები ყველა რიტმი ერთად გიმღერებენ ჩემი სიყვარულის ტალანტები წრემლი მოიწმინდე გოგონია გრძნობა სათამაშო რომ გონია შენ რა გეგონა არ მომისმენდი? ახლა შენზეა აპლოდისმენტი. მე რა მივიღე სხვა ამის მეტი. ქალის სიყვარულით დადნობა, სხვა გაცვეთილი აპლოდისმენტი. სულ ყველას დიდი მადლობა.
აი აქ ხედავთ საოცარ შემოქმედებას, ხო? მარტო პოეზია არ არის ხელოვნება არის ეს და მე მინდა თაკო თოიძე და ქალბატონი ნონა ჭანტურია, ქალბატონო ნონა გამოგზავნით, აუცილებლად უნდა თქვა თქვენ შესახებ, იმიტომ რომ ეს ქალბატონი გახლავთ მართლაც უდიდესი ადამიანი და ძალიან დიდი დამსახურებაა. ქალბატონო თაკო მოგზავნით ენაცვალე. თქვენ დაამშვენეთ ეს ჩემი საღამო თქვენი ნახატებით და თქვენ შესახებ რომ გითხრათ. მოხარული ვარ გამარჯობათ მე მოგესალმებით ალბათ ნაკლებად მიცნობთ ვარი მეტაპზე რომ გავიცნო საქართველოს მე აქ ყოფნას მაგრამ იყო უფრო პირველი ორგანიზატორი აღმოაჩინა ქალბატონი ჩამიხუტა და მიიღო თავის დრეში. უღმესი მადლობა თავის საზოგადოებას, მე მოხარული ვარ ახალგაზრდების დაცნობის ძველი ხალხის შეხვედრით, რომელიც ვერ ვიტყოდი რომ დავიწყებას ჰქონდა მიცემული, მაგრამ მაინც ცოტა ეუფორიულ გზნობაში გადამაგდო. მე ჩემს შესახებ მოკლედ რამე გითხრათ 40 წლის ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს და თბილისის ვაცნობ ხელახლა ჩემ თავს. ეს წარმოქმნილი ნახატები ჩემი ნამუშევრებია. ვარ ნონა გალერიის დამფუძნებელი მხატვარი და ელსემის ცენტრის, ეს არის ლონდონის საუნივერსიტეტო მუსიკალური კოლეჯის საგამოსლო ცენტრის დირექტორი სტამბოლში და თბილისში. ნაკრებით ხართ იმაზე მეტად ვიდრე მეგონა. წარმოიდგინეთ ისევე კეთება. ქალბატონ თამარ თურიცი აკონდაც ის ქალბატონი ცოტა ისმის ხოლმე ბავშვობიდან ჩემთან და ვიჩვენე რა ხატარი ფენწერი მოსეთოიდის დამომავალი და დიდ არაფრად არ ხდები რომ მე ხატავდი მაგრამ ეს არის ჟურნალისტი და ძალიან ბევრი კარგი პროექტის ავტორი ან პოსტერისკება თვითონ პრომოქადებით ვარ შემოხატული რაც შეეხება მხატვარს და ფერწერას ფერებით ადამიანებს და თავისუფლის გამოთქვამს ის არაფერს აღნიშნავს და სულ მახსენდება ერთი სიტყვა რომ ცოტა მხატვრები შეიძლება ორი ჯარი გქოს სხვა პროფესია ისე ვერაფერს დაგვაქვს როგორც მხატვარი ამეწონებით ალბათ რომ რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს ეპოქის მაინც ხელოვანი ადამიანები თვლიანი და ქმნიანი არც ერთი მხატვარი ჩვენ მხატვრებს ვუწოდებენ სიტყვა წარჩნეულ წერილს მაგრამ ამასაც უჯერდებით. ის ვიცარობის აღნიშნავს ჩვენთვის. სულში რაც ვიცით, იმას გადმოგვიხარია. ეს ძალიან ამაყივარ, რომ ძალიან ბევრი ასეთი მონიზირები იმართება და ამაყივარ იმით, რომ საქართველოში ყველა წერს, ყველა კითხულობს, ყველა ხატავს, ყველა თამაშობს, ყველა ცეკვავს და ძალიან მიჭირული ვერია. მე ისწავლე მომეძებდი ბაჟანელი, რომელიც ხატავს არ წერს. ან აქტიურობს არის და სულში აქტიურობს. ძალიან დიდი და მადლობა იმისთვის, რომ რაც აღწევდა სამწუხაროდ ჩვენ გავხდით, რომ სულში იზრდება მოხელობა. დავლოცა ყველა ხელოვანს აც გადაწყვეტილებიდან დღემდე. ერთ-ერთი გზის არის უკიდურესი ხელოვნება, ხოლმე გამოსახულება. მადლობა ყურადღებისთვის, ისევ და შემოგვიყვება. ძალიან
საქართველო და წერა ვისმენდი მე ძალიან კარგი დრომობიდა, იცით, ბრძოლა დაიწყო პენსიაში და გამოგეხადა შენი და გამახსენდა მაგას ნაწილი ლექსი და განძას არ შემიძლია ჩემთვის არ წაუკითხო და ამით ალბათ ერთხელ კიდევ მამას საბადებსაც შემიგაფეთების მეც და უკვდავს გავყოფ ამას ეს და აი ამით მამის ხსოვნას კვარზე გულლაღად გაშლილო გორგასლის მკლავით ნაქარგო ზღბას ცისხლით შემონახულო თბილისო ჩემო ქალაქო წინავ კიაფე ბელვარებ ცისკარს ედები ედემად ქართველები ვით თბილისო ვერავინ მოგეფერება აუმაჯო ჩვენ საქართველოს აუმაჯო ჩვენ დედაქალაქს აუმაჯო ჩვენ ამდენი ადამიანი მხოლოდ თბილისში შეიძლება იყოს და ხელოვან ხალხს გვაქვს ერთი წამის გაცნობიერებით შევიღოთ უკვე ყველა ნიშნაურები ვართ მივარხართ ყველა და ყველა ჩემს სამეგრელოში